მშვიდობისა, ეს არის ქრონიკა 11 საათზე. ახალ ამბებს თამთა გაზაშვილი გაგაცნობთ. გამოშვებაში ნახავთ. ასტრანსგაზის დაკავებული თანამშრომლების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ლონდონ-დერიში სასამართლოს შენობასთან ავტომობილი აფეთქდა. დიდი ღომში მოხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო დღეს იმსჯელებს. ხდომა 1 საათში დაიწყება. ასტრანსგაზის თანამშრომლებს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს, მათ გამოძიება სამსახურებრივ გულგრილობას ედავება. არსებული ინფორმაციით პროკურატურა მათი პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობას დააყენებს, რაც შეეხება ბრალდებულებს. ისინი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ. ამ ტრაგედიის 4 მსხვერპლს, მათ შორის ერთ ბავშვს დღეს დაკრძალავენ. გუშინ ქაშვეთის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 8. დაკავებულია ასტრანსგაზის ის თანამშრომლები, რომლებიც ტრაგედიის დღეს კორპუსში მივიდნენ, თუმცა პრობლემა ადგილზე ვერ აღმოაჩინეს. დიდი ღომში აფეთქებისას დაზიანებული კორპუსის საცხოვრებლად ვარგისია. ლაბორატორიული და ექსპერტული კვლევები უკვე დასრულდა. ამის შესახებ შაბათის ქრონიკაში ვიცე-მერმა განაცხადა. ირაკლი ხმალაძის განმარტებით ადგილზე ახლა აღდგენითი სამუშაოები უნდა ჩატარდეს, რაც შეეხება იმ რეგულაციებს, რომლის ამოქმედებაც დღის წესრიგში ტრაგედიის შემდეგ დადგა. ვიცე-მერი აცხადებს, რომ მხოლოდ კანონის გამკაცრება მსგავს პრობლემებს ვერ მოაგვარებს და მნიშვნელოვანია პასუხისგებლობა საზოგადოებამაც გაიზიაროს. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია დაველოდოთ საგამოძიებო პროცესის დასრულებას, იმიტომ რომ გავიგოთ რა არის პრობლემა, იმისთვის რომ მოვაგვაროთ საკითხი და მივიღოთ თქვათ იდეალური უსაფრთხოება, ვიცოდეთ რაში ქონდა პრობლემა, მაგრამ აქ კიდევ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ ჩვენ ყველამ, რომ მივახციოთ იდეალურ უსაფრთხოებას, არ არის ეს აუცილებლად მხოლოდ რეგულაციების საქმე. ასევე არ არის მხოლოდ თქვათ გაზგამანაწილებელი კომპანიების მხრიდან კვალიფიცირების საქმე. მომხმარებლებსაც გვევალება ჩვენი უსაფრთხოებაზე ზრუნვა და ჩვენ თვითონვე უნდა მოვახდინოთ ჩვენი გაზის სისტემების სწორი ექსპლუატაცია, სწორი მონტაჟი, უნდა გადავამოწმოთ. შეცდომა და არა სისტემური პრობლემა, ასეთია სემეკის თავმჯდომარის შეფასება დიდი ღომში მოხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით. ირინა მილორდავას მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში საქმე ორი თანამშრომლის ადამიანურ შეცდომასთან გვაქვს. აქვე სემეკის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ავტომობილის 8 ნომერში დამონტაჟებული იყო დეტექტორები, რომელსაც გაჟონვის შემთხვევაში უნდა ემოქმედა. თუმცა ბინების მესაკუთრეთა გადაწყვეტილებით ისინი გათიშული იყო. მისივე ცნობით, წლების განმავლობაში გაზის გაჟონვასთან ან აფეთქებასთან დაკავშირებული პრობლემები მოსახლეობის მიერ გაზგაყვანილობის თვითნებურად დამონტაჟებას ან გათიშვას უკავშირდებოდა. შიდა ქსელის მონტაჟი უნდა მოახდინოს კვალიფიციურმა პირმა, შესაძლებელია ეს იყოს, რაზეც ახლა ვისაუბრეთ, შესაბამისი აკრედიტაციის მქონე იურიდიული პირი და აუცილებლად, როდესაც ასტრანსგაზი ახდენს, ასე ვთქვათ, ქსელის ექსპლუატაციაში მიღებას და იქ ბუნებრივი გაზის შეშვებას, მომხმარებელს უნდა ჰქონდეს ვალდებულება მიაწოდოს სრულყოფილი დოკუმენტაცია, ვინ დაამონტაჟა ქსელი, შესაბამისი აქტები, გამოცდის აქტები, ასევე კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია იმ ადამიანის, ვინც იმუშავა აი ამ ინდივიდუალურ საკუთრებაში. საქართველოში 200,000-მდე ადამიანია, რომელსაც წითელაზე იმუნიტეტი არ აქვს. დავით სერგეენკოს თქმით, ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც 90-იან წლებში აცრა არ გაუკეთებიათ. სწორედ ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას უფასო ვაქცინაციას თავაზობს. მინისტრი მოუწოდებს მოქალაქეებს მიმართონ პოლიკლინიკებს. თუმცა აქვე განმარტავს, რომ დაუშვებელია ამ აცრის ჩატარება ორსულებისათვის. რომლებსაც ის ვისაც თუ მთლიანად გავაჩერეთ სასწავლო პროცესი და ბავშვები მერე გამოვიდნენ, შეიძლება რაღაც მეორე ტალღის უფრო მცირე მასშტაბის, მაგრამ აფეთქება მივიღოთ. ამიტომ რომ სწავლის ტოტალურ გაჩერებას არანაირი შედეგი არ აქვს, შეიძლება კონტრპროდუქტიულიც იყოს და რეჟიმი არის ესეთი, რომ თითოეულ სკოლაზე მიდის მონიტორინგი და თუ ავადმყოფობის გამო, რაიმე სახის ავადმყოფობის გამო ბავშვების გარკვეული რაოდენობა და ხშირად ეს არის ხოლმე მე-4-დი 25% არ დადის სკოლაში, აი ეს სკოლა უნდა გაჩერდეს 4 დღის განმავლობაში, დამუშავდეს და მერე ისევ განაახორციელოს.
გრიპის ვირუსით მიმართვიანობა იკლებს, თუმცა ახლა წითელას შემთხვევები გახშირდა. სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში დეკემბერ-იანვარში წითელას 169 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 84 მიმდინარე თვეს. ძირითადად ვირუსი 5 წლამდე ბავშვებს და 20-დან 40 წლამდე ასაკის ადამიანებშია გავრცელებული. ამჟამად ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 5 ადამიანი მკურნალობს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება ვაქცინაციას, რეგიონის მასშტაბით წითელას საწინააღმდეგო აცრა მხოლოდ 16 ადამიანმა გაიკეთა. წითელას დიაგნოზის 60-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ქუთაისში, ამის შესახებ Medical City-ში განაცხადეს, სადაც განმარტავენ, რომ წინა წელთან შედარებით მომართვიანობა ორჯერ გაიზარდა, ამჟამად საავადმყოფოში 10 პაციენტი მკურნალობს. კახეთში კი ბოლო 2 დღის განმავლობაში წითელას ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კახეთის განყოფილებაში აცხადებენ. ბოლო ინფორმაციით რეგიონის მასშტაბით სულ 44 შემთხვევაა გამოვლენილი, თუმცა საავადმყოფოსთვის არც ერთ ბადგას არ მიუმართავს. რეგიონის 8 მუნიციპალიტეტიდან დაავადების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ისევ საგარეჯო ლიდერობს. ღამემდე იკითხებოდნენ აფრიკის დასახლებაში დაღუპული ბავშვის ოჯახის წევრები და ქაღალდის ქარხნის თანამშრომლები. 12 წლის ბიჭის ცხედარი რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ გუშინ იპოვეს, ოჯახი მოზარდს 2 დღის განმავლობაში ეძებდა. ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ ბავშვი ჯარს ხშირად აგროვებდა, სწორედ ლითონის ნივთების მოსაგროებლად ჩავიდა ის თხრილში, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და ბავშვი ქვეშ მოიყოლა. მოზარდი ქაღალდების ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების შედეგად გაკეთებულ თხრილში იპოვეს. ჯარს აგროვებდა და გარდაიცვალა რა. ჩავიდა სადღაც ამ თხრილში და სხვა არაფერი არ ვიცი. 18 იანვარს იყო სადღაც პირველ საათზე ეს ბავშვი რო გამოჩნდა. არ ვიცი, ვერ გეტყვით. პოლიცია გუშინვე მოვიდა დაახლოებით 8 საათზე, როგორც მითხრეს, საღამოს 8 საათზე მაშინ იპოვეს ის ბავშვი. სიღრმეში იყო ჩასული და წვიმისა მიწა ჩამოიგრინა. თავისთვის ვილო, თავისთვის. რომ რაღაცა ეყიდა თავისთვის. სამწევა დაუცოლებია. საცხოვრებელია. ოხევში. ისე გაიპარა სახლიდან არავის არაფერი არ. გაიპარა სახლიდან. არავინ არ უშვებდა, რომ წასულიყო ჯარჯებზე. სუსის უფროსის პირველი მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი გახდა, ის აქამდე რიგითი მოადგილის პოზიციას იკავებდა. ამ თანამდებობაზე ის ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა შეცვალა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. აღნიშნული თანამდებობის დაკავებამდე 2015-2017 წლებში ალექსანდრე ხოჯევანიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. იმედის კვირა ახალ სეზონს იწყებს სასამართლო ხელისუფლება ბერკეტი თუ დემოკრატიის გარანტი. ვინ უნდა იყოს ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის მოსამართლე და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები. რატომ შეაჩერა წარდგენილი სიის განხილვა პარლამენტმა და როგორია პროცესის პოლიტიკური და საკანონმდებლო ინტერესები. ამ ყველაფერზე დღეს 21 საათზე ისაუბრებენ. ასევე გადაცემაში იმედის კვირა დასვამენ კითხვას, უნდა იყვნენ თუ არა ჩართული პოლიტიკურ პროცესებში სასულიერო პირები. ამასთან გაჩვენებენ სასულიერო პირთა იმ მოწოდებებს, რომლებიც საზოგადოებაში განხილვის თემა გახდა. ვინც ცდილობს ეკლესიაში გავლენების გაძლიერებას და შენარჩუნებას, რატომ უპირისპირდებიან ერთმანეთს სინოდის წევრები და რა მიზეზით აჭიანურებს დროშის საპატრიარქო უკრაინის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას. ეს და სხვა თემები დღეს 21 საათზე. სამებაში ჩვილთა საყოველთაო 57 ნათლობა გაიმართება. დღეს პატრიარქის ნათლული კიდევ 630-მდე ბავშვი გახდება. ნათლობის დასრულების შემდეგ ტაძარში ილია მეორე მივა და შეკრებილებს ქადაგებით მიმართავს. დღეს მონაცემებით პატრიარქს 37,305 ნათლული ყავს. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა. გამარჯობა, უცხოეთის სიახლებით განვაგრძობთ. აფეთქება მოხდა ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ლონდონ-დერიში. სასამართლო შენობასთან ავტომობილი აფეთქდა. სამართალდამცველების ინფორმაციით მანქანაში სავარაუდოდ ბომბი ამოქმედა და აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა პოლიცია მოქალაქეებს შემთხვევის ადგილისაგან თავის არიდებას მოუწოდებს.
უნგრეთში ხელისუფლების შრომითი რეფორმები გააპროტესტეს პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პოლიტიკის წინააღმდეგ ბუდაპეშტში გამართულ აქციაზე 2000-მდე მოქალაქე გამოვიდა. მათ ახალი კანონი გააპროტესტეს, რომელიც ზეგანაკვეთური სამუშაო საათების დასაშვებ რაოდენობას ზრდის. ახალი რეგულაციის თანახმად ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ყოველთვიური დასაშვები რაოდენობა 250-დან 400-მდე იზრდება. კანონი პარლამენტმა 12 დეკემბერს მიიღო. მას შემდეგ უნგრეთში საპროტესტო აქციები არ წყდება. დემონსტრანტები დედაქალაქის პარალელურად უნგრეთის 60 ქალაქში იმართება, ზოგ შემთხვევაში მომიტინგეებმა საავტომობილო გზებიც კი გადაკეტეს. დონალდ ტრამპი მთავრობის მუშაობის განსაახლებლად დემოკრატებს კომპრომისულ გეგმას თავაზობს სპეციალური სატელევიზიო მიმართვისას პრეზიდენტმა იმიგრაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებული კომპრომისული გეგმა წარადგინა. ტრამპი მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისათვის ბიუჯეტიდან $5.5 მილიარდ მეტის გამოყოფას ისევ ითხოვს, თუმცა მცად არის სანაცვლოდ კანონი მიიღოს, რომელიც გარკვეული კატეგორიის მიგრანტებს დეპორტაციისაგან დაიცავს. კერძოდ, ტრამპის გეგმა 3 წლით გაუხანგრძლივებს შტატებში ყოფნის დროს იმ ემიგრანტებს, რომლებიც შეერთებულ შტატებში მშობლებმა არასრულწლოვნები ჩაიყვანეს, სწორედ მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის ბიუჯეტიდან დაფინანსების საკითხი გახდა ეგრეთ წოდებული შატდაუნის მიზეზი შეერთებულ შტატებში. ფედერალური მთავრობა თითქმის 1 თვეა დაფინანსების გარეშეა დარჩენილი. შეერთებული შტატების რამდენიმე ქალაქში კი ყოველწლიური ქალთა მარში გაიმართა. ქალთა უფლებების, რასობრივი და სექსუალური უმცირესობების დამცველთა მასშტაბური აქცია წელს მესამედ მოეწყო. აქტივისტები უფლებების დაცვის პარალელურად პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ გამოდიან. მათი უმეტესობა მხარს დემოკრატიულ პარტიას უჭერს, თუმცა ეს პოლიტიკური ძალა მარშთან კავშირს უარყოფს. პირველად მსგავსი აქცია 2017 წლის იანვარში ტრამპის ინაუგურაციისთანავე გაიმართა. ძლიერი მიწისძვრა მოხდა ჩილეში, მიწისქვეშა ბიძგების მაგნიტუდა 6.8 შეადგინა. ეპიცენტრი ქვეყნის სანაპირო ზოლზე ქალაქ კოკიმბოსთან ახლოს 54 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. აღნიშნულ რაიონში 184,000 ადამიანი ცხოვრობს. ცნობები დაშავებულების და ნგრევის შესახებ არ გავრცელებულა. ამსტერდამში ეროვნული დღესასწაული ტიტების დღე აღნიშნა. სპეციალურად ამ დღისათვის ტიტების უნიკალური ბაღი გაკეთდა, რომელიც 2500 მეტრ ფართობზე მდებარეობს. ბაღში 200,000-მდე ტიტა გამოიფინა და ვიზიტორებს მათ უფასოდ მოწყვეტის უფლებაც მისცეს. ადგილზე პროფესიონალი მეყვავილეებიც იყვნენ, ისინი სტუმრებს ლამაზი თაიგულების გაკეთებაში ეხმარებოდნენ. ნიდერლანდები მსოფლიოში ტიტების უდიდესი ექსპორტიორი ქვეყანაა, თუმცა თავად ტიტის სამშობლოდ თურქეთი და ცენტრალური აზია მიიჩნევა. ნიდერლანდებში კი ეს ყვავილი მე-16 საუკუნეში შეიტანეს. Amsterdam celebrated National Tulip Day on Saturday with a riot of colour. ბაკურიანში 2019 წლის საქართველოს სამთო სათხილამურო თასის მეორე ეტაპი გაიმართა. დიდველის ფერდობზე შეჯიბრის სლალომში ჩატარდა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან 76 სპორტსმენი მონაწილეობდა. მედლები გოგონებსა და ვაჟებში 3 ასაკობრივ ჯგუფში გათამაშდა. სამთო სათხილამურო თასის ეტაპებზე მიღებული ქულების ჯამი ახალგაზრდა მოთხილამურეებს სამომავლოდ საქართველოს სათხილამურო ნაკრებში მოხვედრაში დაეხმარება. დღეს კი დიდველის ფერდობზე მოთხილამურეები ერთმანეთს გიგანტურ სლალომში შეეჯიბრებიან. დღეს იყო სპეციალური სლალომის შეჯიბრი, მე ამ შეჯიბრში გავიმარჯვე, რითიც ვარ ძალიან მოხარული. ხვალ არის გიგანტი შეჯიბრი და იმედი მაქვს ამაშიც მივახტებ წარმატებას. 80-მდე სპორტსმენი დაფიქსირდა ამ საშეჯიბრო ეტაპისთვის. ეს თავისთავად პასუხისმგებლობას ზრდის როგორც საქართველოში მოქმედი კერძო სპორტსკოლების, ასევე რეგიონალური სპორტსკოლების და საქართველოს სათხილამურო ფედერაციისთვის. როგორც ჩანს, იზრდება ეს ტენდენცია ზრდის სამთო სათხილამურო სპორტში. ახალგაზრდა სპორტსმენების შემოდინების უკვე არის სახეზე. დღეს ყველა სიახლე ვრცლად შეგიძლიათ ნახოთ იმედი ნიუზ-ზე. მე ამით 14 საათამდე გემშვიდობებით. დროებით.